საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის გვყავს ძალიან საინტერესო სტუმრები და ვსაუბრობთ იმ მტკივნეულ თემებზე და იმ მტკივნეულ გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში არის თავს მოხვეული. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა პრეზიდენტი და მოვიდა გუნდი მისი, რომელიც გუნდის პირდაპირ დაუპირისპირდა ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის ატარებელ პოლიტიკურ ლიდერებს და იდეოლოგიას, მაინც ხდება და მაინც დღესდღეობით არის იმის საშიშროება, რომ როგორმე აი ამ ლიბერალურმა ძალებმა, ლიბერალურმა ფაშიზმმა ფეხი მოიკიდოს ქვეყნებში და კვლავ განახორციელონ თავისი ის ფაშისტური იდეოლოგიები, რომლებიც მათ აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აირჩია სწორი მიმართულება მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. მაგრამ კიდევ და კიდევ ამას ძალიან დიდი პრობლემები და ძალიან დიდი წინააღმდეგობები თანხლებს. და სწორედ ეს ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების ლიდერები არიან, რომლებიც ხელს უშლიან აი ამ უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესს. და სწორედ მათი ჩართულობით იყო, რომ რაც მოხდა და რაც ვიხილეთ ჩვენ ზელენსკი-ტრამპის შეხვედრასთან დაკავშირებით და როგორი წაქეზებული ზელენსკი გაუშვეს ტრამპთან შესახვედრად. აი ისინი კვლავ აგრძელებენ და კვლავ ცდილობენ, რომ ჩაშალონ ყველა სახის მშვიდობიანი მოლაპარაკებები. ისინი კვლავ მოქმედებენ პირდაპირ კონსერვატულად მოაზროვნე და კონსერვატიული ცხოვრებით მაცხოვრებელ პოლიტიკურ ლიდერებზე და კონსერვატული იდეოლოგიით მატარებელი ადამიანების წინააღმდეგ და ისინი კვლავ ცდილობენ როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი გავლენები ქვეყნებში. და ამ გავლენების საფუძველზე დაიწყონ კონტროლი, მასიური კონტროლი ქვეყნების, რომელ ქვეყნებშიც მათ კიდევ ჯერ ფეხი არ აქვთ მოგიდებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მე ვიზრუნებ ამერიკის განვითარებისთვის, ამერიკის გაძლიერებისთვის და ამერიკის ეკონომიკის გამტკიცებისათვის. და მართლაც მან პირდაპირ აიღო მიმართულება თუ როგორ გააძლიეროს და როგორ უნდა მოხდეს ამერიკის ეკონომიკის ზრდა. და პირველი საკითხი მან რაც დააყენა, მან პირდაპირ თქვა, მე რუსეთთან დაპირისპირება არ მაწყობს. ჩემი მიზანია რუსეთთან დავამყარო კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის საფუძველზე მე დავიწყო ჩემი ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. და სწორიც არის, თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე პირდაპირ ღიად იყო ჩაბმული რუსეთის წინააღმდეგ და პირდაპირ ღიად ებრძოდა რუსეთს და ცდილობდა რუსეთში გადაეტანა ეს ცეცხლი, რომელიც ცეცხლის მან გააღვივა უკრაინის ტერიტორიაზე. დღეს მოვიდა უკრაინაში, ამერიკაში ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაც ცდილობს, რომ მან დაამყაროს ურთიერთობა და კეთილი ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება რუსეთთან. ამ შემთხვევაში ჩვენ რა საქართველოს რას ვაკეთებთ ჩვენ და რატომ დღეს ჩვენ ვართ ამ პოზიციაზე და რატომ ჩვენ დღეს არ ვართ აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. ტრამპი მოგვიტანს ჩვენ იმ ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან, ან ტრამპი გააკეთებს ამას. ჩვენ გასაკეთებს აქვს ვინ გააკეთებს და ვინ უნდა გააკეთოს ის, რაც ჩვენ ქვეყანას მოუტანს მართლაც იმ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეკონომიკური სიძლიერეს. დღეს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ბატონი თემური მაკარიძე, ეკონომისტი. ბატონო თემურ, მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისათვის და მადლობა იმ სწორი ანალიზისათვის, რასაც თქვენ ჩვენ ტელეეკრანების საშუალებით აწვდით საქართველოს მოსახლეობას. ბატონო თემურ, რას ვაკეთებთ ჩვენ და რა გზას ვირჩევთ რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მთელი ეს პოლიტიკური გუნდი აცხადეს მზაობას და პირდაპირ უკვე დაიწყო მათმა ღიად განცხადებების გაკეთება, რომ ისინი რუსეთთან დაამყარებენ კეთილ მეგობრულ ურთიერთობას. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოიდგინეთ თქვენ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანად მაქსიმალურად მობილიზებული იყო იმისათვის, რომ და ჩართული ყავდა მთლიანად ეს კოლექტიური დასავლეთი და ხელმძღვანელობდა მთელ აი ამ პროცესებს, რომელიც პროცესების საფუძველზე მათ ჰქონდათ მიზანი, რომ დაესუსტებიათ და დაანგრიათ რუსეთი. დღეს
მოვიდა ახალი ხელისუფლება, ახალი მმართველობა და მათმა პირდაპირ თქვეს, ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეს. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? მოგესალმებით კიდევ ბატონო ტრისთან, მივესალმები ერთგულ მაყურებელს და მივესალმები იმ ადამიანებს, ვისაც გათავისებული აქვს საერთოდ ხვალიდელი დღე და ზრუნავს სამშობლოს კეთილდღეობაზე. გიდასტურებთ ბატონო ტრისთან, ნამდვილად კარგი შესავალი გააკეთეთ, მე გისმენდით ახლა და ნამდვილად კარგი მიმოხილვა იყო დასაწყისისათვის და გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. და თქვენ მაინც აქცენტი გააკეთეთ კითხვაში, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის დაიწყო მოლაპარაკება და ჩვენ რას ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, ტრამპი არის მეორე არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე და რაც ვერ გააკეთა პირველი პრეზიდენტობის დროს, უნდა შეავსოს ალბათ. და მას ჰქონდა მასში ხარვეზები, რომელი ხარვეზებმაც იმოქმედა მის გადარჩევაზე ფაქტობრივად არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები და დღევანდელი აი ეს დაპირისპირება, რომელიც მსოფლიოში არის, ეს არ არის ერთი წლის ამბავი. ის რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი ახლა თუ არაპოლიტიკოსი როდესაც საუბრობს ღიად და ყველა ხმარობს სიტყვას deep state. Deep state. ეს არის გამოწვევა. ომის პარტია. ხო. ნუ ჩვენ არ ვიცით ფაქტიურად ეს. ოღონდ ვიცით რომ მეგაკორპორაციები, მათი მეპატრონეები და ის ხალხი, რომელიცაც აქვს პრეტენზია მსოფლიოს მართვის. აი ეს ხალხი წერს ყველანაირ, ესე იგი, გეგმას, სათადარიგო გეგმასაც და უკვეთავს კიდევაც, იმიტომ რომ ეს მეგაკორპორაციები ეკუთვნის სიმინდი, ხორბალი, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ და ბრუნვის 70-80% მსოფლიო ფულისა. და მათ ხელშია ნებისმიერ სახელმწიფოში შედიან თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ. და რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით ნამდვილად, რომ აი ესეთი თავისი სახელმწიფოსათვის ბრწყინვალე განცხადება გააკეთა ტრამპმა, რომ ის იზრუნებს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა გავსაზღვროთ თუ რა ქონა მხედველობაში, იმიტომ რომ აი მთელი ამ წლების განმავლობაში, მოდი მე ესე ვიტყვი, როდესაც უკვე გარდაიცვალა სტალინი 53 წელი დგას. მალენკოვი რამოდენიმე თვე ხელმძღვანელობდა და მალენკოვის შემდეგ მოვიდა ნიკიტა ხრუშოვი, უკვე მათ დალაგებული ჰქონდათ გარკვეულწილად ამერიკელებს, კონკრეტულად ამერიკელებს, ანუ კოლექტიურ დასავლეთს ნიკიტა ხრუშოვთან რა უნდა გაეკეთებინათ და მოდის მერე აი იქედან, მოდის ყველაფერი. ეხლა მერე გადავიდა ესე იგი ბრეჟნევის პერიოდი, მერე ჩერნენკო, ანდროპოვი და მოვიდა ელცინი და ელცინი იყო ბოლო გარბაჩოვი იყო, ბოდიში გარბაჩოვი იყო ბოლო პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის, ბოლო პრეზიდენტი მმართველი რა ფაქტობრივად. აქ ყველა დონეზე ნელ-ნელა ამ წლების განმავლობაში, როგორც ნუ ახლა საქართველოს შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ეს მოდი ესე ვთქვათ, მეხუთე კოლონა, რომელიც მერე გახდა ცნობილი, ყველა მოკავშირე რესპუბლიკებში და განსაკუთრებით პოლიტბიუროში ყიდულობდნენ ფაქტიურად ისინი ხალხს და ნუ ახლა არაერთი ის არის მაგალითები რა განცხადებასაც აკეთებდა მაგალითად გორბაჩოვი, ანდროპოვი, ჩერნენკო და ასე შემდეგ რა 78 წელში კიდევ საქართველოში ქართულ ენასთან დაკავშირებით ისეთი დაპირისპირება იყო ღმერთმა არქნას რომ ეგეთი დაპირისპირება იყოს. ეს კიდევ განმეორდები რომ არ არის ერთი წლის ამბავი და განსაკუთრებით აი ქართველების წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ მიდის დაუნდობელი ომი რა. რატო? საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, ეს ისტორიიდან არის უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანა და
არ აქვს საქართველოს არ აგებს საბოლოოდ გამოცხადებულ ომს. შეიძლება რაღაც მონაკვეთში წააგოს საბართალო, მაგრამ საქართველოს არასოდეს გადავხედოთ ისტორიას, საქართველოს არასოდეს დამარცხებულო ბრძოლის ველზე საბოლოოდ. რაღაც განსაკუთრებული მინიშნება არის იქ დოკუმენტურად მინიშნება კი არ არის, ფაქტებია, რომ ისტორიაში რომ წააგო მაგალითად დროებით, მაგრამ დაიბრუნა ისევ ეს არის იმის მახასიათებელი, რომ ქართველებს უნარი შეგვწევს 100% წინააღმდეგო გავწიოთ და ეს მათ შესწავლილი ჰქონდათ. ეს მათ შესწავლილი ჰქონდათ. ეხლა როდესაც აქცენტი არის რუსეთთან მიმართებაში, ეხლა საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირი ეხლა ბევრმა შეიძლება არის ათეისტური სახელმწიფო იყო. ის არ იყო მართლმადიდებლური სახელმწიფო და ლენინის და ტროცკი და ლენინი. რა თქმა უნდა, ეხლა მაგრამ ათეისტურიდან მართლმადიდებლობიდან საქართველოს არასოდეს არ დასრულდა. სხვადასხვა მაპატიეს გაწყვეტებს სტალინის ცდილობდა, რომ საბჭოთა კავშირი ყოფილიყო მართლმადიდებლური. დიახ და არაერთი გიდასტურებს ნამდვილად. აქ არის ამერიკის შეერთებული შტატების ყოველთვის ქონდა მათ ინტერესი და კოლექტიური დასავლეთ, სადაც კოლექტიური დასავლეთის პირველი დამკვრელი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და მაგ ხელმძღვანელობდა კიდევაც გამოჩნდა. ეხლა ფაქტიურად ესე იგი მთელი ევროპის სახელმწიფოები დამოკიდებული ყოფილა ამ ამერიკის შეერთებული შტატების კარნახზე და რას გააკეთებდა და როგორ ამ ხნის განმავლობაში მთლიანად დისნეი, ჰოლივუდი, ეს ყველაფერი რაც შექმნეს და გააპიარეს მომღერლები, ეს ისეთი ხალხი, რომლებიც უკვე მოდი ვიხმარ ამას სიტყვას, უკვე დავერბოკებული ყავდათ, რა? ესე იგი, მათ ყველანაირი პირობები შეუქმნეს მეცნიერებაში, სპორტში, ხელოვნებაში და დაიწყეს ამორალური კლიმატის შექმნა, იმიტომ რომ აი გადაცნობა ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც არ აქვს გამოცდილება, რა თქმა უნდა, ეხლა ვხედავთ ჩვენ მაგის შედეგს საქართველოში, აი რა ამორალური კლიმატის მატარებელია მთელი ის მოქმედება, რაც რუსთაველის პროსპექტზე არის, რა. და ამას ვინმე რომ თქვას, რომ იმის ალაგმვა ესე მარტივად შეიძლებაოდეს, ერთ დღეში ალაგმავდა სახელმწიფო და არ ძალუց, იმიტომ რომ სიფრთხილეს იჩნევს, იმიტომ რომ გიენებივით არის კიდევ მოდებული აი მსოფლიოში ჩვენ წინააღმდეგ აი ეს ამორალური მოძრაობა, რა. და რომელიც გამოჩნდა, აგერ ფაქტიურად ომს გვიცხადებს მთელი ევროპა, ხო? აქამდე, მაგრამ ისმის კითხვა თუ კი ეს ერთად იყო შემუშავებული და ამერიკის შეერთებული შტატებით აი ამ გეგმას ხელმძღვანელობდა ამ წლების განმავლობაში, ეხლა რაღაცატომ ტრამპმა განიზრახა კონსერვატორი არის და განიზრახა ყოველ შემთხვევაში მაგას ამბობს და განიზრახა რომ ეს ხანა უნდა დამთავრდეს და მიეცეს მსოფლიო ნორმალურ განვითარებას, რა და თუ რომ ეს საიდან დაიწყო ფაქტიურად, რა წინა მორბედი პრეზიდენტის ტრამპისა ბაიდენი იყო. ამ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ფაქტიურად ყველაფერი ღიად გამოყარეს რა. იგივე ევროპამ, იგივე ანგლო-საქსებმა, კოლექტიურმა დასავლეთ ამერიკის შეერთებული შტატებმა, აფრიკაში, ინდოეთის, ჩინეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ საქართველოშიდაც. ჩვენ ახლა ვიწვნიეთ ისეთი რაღაცები საქართველოში და ძალიან რა. მაგრამ დაუკვირდით ახლა როგორი მომენტია რა. თავის დაღწევა არის ძნელი, ანუ ლაბირინთში შეგვიტყუეს, ფაქტიურად შეგვრეკეს ლაბირინთში, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვაქვს ჩვენ და მდგრადი ვართ, როგორც ერი რა. და ამას ვერ ეგუებიან. და ეხლა წინააღმდეგობა ვინ გაუწია? რუსეთის ფედერაცია. როდესაც უკვე ყველა ხელშეკრულება დაირღვა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან დაწყებული, რომ რუსეთთან არ უნდა მოახლოვებულიყო ნატო, იქ პრიბალტიკა, იქ ამ ბოლო დროს ფინეთის და შვედეთის გააწევრიანეს ნატოში. აქ ის ბულგარეთი გახდა ევროკავშირის ქვეყანა და რუმინეთი ნატოს ქვეყანა და ასე შემდეგ, აგერ თურქეთი, რომელიც ესე იგი ევროკავშირი არ მიიღო თითქოს. იმიტომ რომ ეს არის გადათამაშება არის. მხოლოდ გაუწია წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციამ. ამას ჩვენ ვერ დაუკარგავთ რუსეთის ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას.
მაგრამ რა ხდება ეხლა შეხედა რომ რუსეთი ამ ხნის განმავლობაში ამ 3 წლის განმავლობაში მოდერნიზებული გახადა თავისი სამხედრო აღჭურვილობა და სამხედრო ინდუსტრია მთლიანად რა და ეხლა იმ ხელა სახელმწიფოა მე თვითონ კიევში ბორისპოლში ვსახურობდი ჯერ ჩერნიგოვში ვიყავი ეს უკრაინაა მე ბორისპოლში 6 თვე იქ ვიყავ სასწავლო კურსზე და მე იქიდან გამანაწილეს ირკუტსკში ჩიტა და ვარ მონღოლეთში ნამყოფი და ვიცი ეს ტერიტორია როგორია ზაბაიკალია როგორი არის ალტაის მხარე როგორი არის და მთლიანად როგორი არის ისედაც წარმატებით ვსწავლობდი მე წარმატებული ვიყავი ეკონომიკურ გეოგრაფიაში როგორც უნივერსიტეტში ისე სკოლაში და არის დიდი ტერიტორია არის და შეხედეთ როგორ არის დაახლოებით 150 მილიონი დაახლოებით ვამბობ მე აქედან 37 მილიონი ცხოვრობს მარტო ციმბირულ ტერიტორიაზე შორეულ აღმოსავლეთის ჩათვლით დანარჩენი ევროპულ ნაწილში ცხოვრობს რუსეთში და რა აინტერესებს ახლა ნუ ახლა ის არის ბიზნესმენი ტრამპი აინტერესებს მხოლოდ თავისი სახელმწიფოს სასარგებლოდ როდესაც ამ განცხადებას აკეთებს ტრამპი რუსეთთან მიმართებაში ის მას აქვს ის გეგმები რაც უნდა განახორციელოს და მხოლოდ ინტერესი ორი ინტერესია ერთი არის ეკონომიკური ინტერესი რომელსაც არ მალავს და მეორე პოლიტიკური ინტერესი პოლიტიკურ ინტერესში ახლა რა ჩადო პირდაპირ ჩადო ესე იგი ის ორგანიზაციები რომლებიც აფინანსებდნენ ამ მეხუთე კოლონას როგორც რუსეთში საქართველოში თვითონ წინააღმდეგობაში მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატები USAID-ის სახით ფაქტიურად კი არ გაანადგურა ნუ ის ორგანიზაცია შეკვეცა აღარ მუშაობს ოღონ კი არ დაიჭირა ის ხალხი რა იმ ხალხის ასავალ ჯერ არ ვიცით ჯერ უყურებს რუსეთიც ამას რა რას უზავს აი ამ ადამიანებს რა იმიტომ რომ ისინი ხომ მოქმედებდნენ რუსეთი დგავს რა თქმა უნდა პრაგმატულად აზროვნებს და დგავს აი წინასწარ გათვლილ ნაბიჯებს რა და უყურებს რას მოიმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი რეალურად რეალში რას მოიმოქმედებს ეხლა მე უკვე ვთქვი რომ ორი ინტერესი არის პოლიტიკური და ეკონომიკური ეკონომიკური იმიტომ რომ მთელი რუსეთის ფედერაცია არის სავსე ყველაფერი აქვს ასევე იყო უკრაინაც და უკრაინაში უდიდესი ქარხნები იყო უდიდესი ფაბრიკები იყო რა თქმა უნდა მაგრამ რა გააკეთა რუსეთმა ის რისი პრეტენზიას გააჩნდა დონბასის და ლუგანსკის ის პირველ რიგში დაიკავა. ეხლა მე მაქვს ინფორმაცია რომ უტევს დნეპროპეტროვსკს ძალიან და ოდესას და ოდესას თუ თლიანად დაიკავებს აბსოლუტურად გააკონტროლებს მე შავი ზღვის აკვატორიას იქედან. ამის გარდა დესისპირესე გახსნის გზას. რა თქმა უნდა და მე მახსენდება ეხლა ადრე როდესაც ელცინი გამოდიოდა მადრიდში ამას უსმენდა მთელი მსოფლიო და ზუსტად აი ეს მონახაზი იყო დნესტრისპირეთის და რას ამბობს ელცინი ბოლოს მიხვდა ელცინი რომ ამერიკელებმა ყველანაირად მოატყვეს если они не будут слушать нас будет вечная война ესე იგი ანი ვინ ანი იმიტომ რომ მაგათთან ანგარიშვალდებული იყო და ბოლოს რაღაცა ვიღაცამ რაღაცა უთხრა და მოამზადა ფაქტიურად თავისი ესე იგი წასვლის მერე უნდა ყოფილიყო ადამიანი რომელიც ნამდვილად აორძინებდა რუსეთს და წაქცეულს წამოაყენებდა და აი ესე გააკეთა ნამდვილად ვლადიმერ პუტინმა რომელიც მოვიდა უკვე სათავეში ეხლა ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი არ გაუგეთებია ჯერ ერთი არც ტრამპს და არც მას მაგრამ ხედავთ რომ ტრამპი რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატები არის მოკავშირე ჩვენი ქვეყნის და თვითონ მისი ახალდარჩეული პრეზიდენტი დგამს იმ ნაბიჯს რომ უნდა ესაუბროს ესე იგი პუტინს ვლადიმერ პუტინს ჩვენ სადა ვართ აგერ შემოთავაზებები ქონდა ბატონტრისთან სამსპლიუსსანი ფორმატი წინა გადაცემაშიდაც იყო არაერთხელ იყო უკვე ამაზე 3+3 ფორმატი ეხლა გველოდებიან ეხლა რა თქმა უნდა ეხლა წინა გადაცემაშიდაც თქვი და ეხლაც გავიმეორებ იმიტომ რომ ძალიან აუცილებელია ვინც ვერ გაიგო იმასაც ეგებ გავაგებინოთ 3+3 ფორმატი რა არის საქართველოს აზერბაიჯანი სასომხეთი
ეს ამიერკავკასიის რესპუბლიკები და თურქეთი, ირანი და რუსეთი. 3+3. შენი მეზობელია ეს სულ ყველა რა. გინდა არ გინდა იქ უნდა იყო. აი, საწახვალ რა, ესე იგი თუ კი გინდა შენ ურთიერთობა ერთიან სივრცეში მეზობელთან უნდა გქონდეს დალაგებული როგორც პოლიტიკური მიმართულება, ასევე ეკონომიკური მიმართულება და ეს უკვე მე სპეციალისტები ჩაებმებიან ამაში და თუ ორ სახელმწიფოს შორის შედგება მე ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც არის სახელმწიფოებს შორის, მე უკვე სპეციალისტები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ მიყვება მე იმას კულტურა და ასე შემდეგ ყველაფერი და ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურათაც გასათვლელია ყველანაირად და 3+3 ფორმატში ჩვენ მონაწილეობის მიღებას ვაგვიანებთ მე თუ მკითხავთ რა იმიტომ რომ ისეთი პროცესები დაიწყო და ისე სწრაფად მიდის მოვლენები რა ისე ვითარდება მოვლენები რომ მეშინია რომ ჩვენ ჩამოვჩეთ ნამდვილად კარგია რომ დღეს მაგალითად ჩვენი პრემიერ-მინისტრი აგერ უზბეკეთში არის შეხვედრაზე და ოფიციალური ვიზიტია კარგია იმიტომ რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად მზარდი ქვეყანა არის უზბეკეთი და შუა აზია არის მაინც და დიდარია და ის კორიდორი რომელზედაც გათვლილია საერთოდ საქართველოს მომავალი ერთ-ერთი უზბეკეთია რა და რატომაც არ უნდა წავიდეს რატომაც არ უნდა მოილაპარაკოს ხო რატომაც არ უნდა მოილაპარაკოს ანალოგიურად ირანთან რატომაც არ უნდა მოილაპარაკოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რატომაც არ უნდა მოილაპარაკოს გერმანიასთან რატომაც არ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან. განსაკუთრებით რუსეთთან, რატომ მეზობელი ქვეყანაა, ძალიან მდიდარი ქვეყანაა და ჩვენ უნდა განსაზღვროთ ჩვენი ხვალინდელი ბედი და გეუბნება სახელმწიფო რომ მოდი ვისაუბროთ ჩვენ თან აი ერთნაირად, ერთ დონეზე ვისაუბროთ რა. ეს არის ზუსტად ის 3+3 ფორმატი. და აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ჩვენ. ტრამპი ჩვენ არაფერს არ გაგვიკეთებს. ტრამპი თუ რაიმეს იტყვის საქართველოზე, არა? მას ექნება თავისი ინტერესი საქართველოს მიმართ ყველა ვარიანტში. ჩვენ ამ ინტერესებს არ უნდა დაველოდოთ. ყველა სახელმწიფო პირი, რომელიც სახელმწიფო პირის გარკვეულ პროცესებში ერთვება იმ სხვა ქვეყნებში, ხო ის თავის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ინტერესებს არ უნდა დაველოდოთ, თუმცა უნდა ვიცოდეთ თუ ის რა გეგმით მოქმედებს და რა აქვს იმას ხვალ და ზეგ ამისათვის არის ჩვენი საკონსულოები, საელჩოები და უნდა მუშაობდეს რა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეხლა პრემიერთან, ყველასთან, მინისტრებთან და ასე შემდეგ. ბატონო თემურ, ნახეთ ახლა მოკლედ ესე იგი ამერიკის ჩვენ ხელის შემშლელი მიზეზები კარგად ვიცით რა არის, რატომ ვერ ხდება დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა, ნუ ახლა ეს გასაგებია ტერიტორიები ჩვენი, რომლებიც არის ოკუპირებული. ეს გასაგებია, რატომ არის ეს ოკუპირებული, ესეც კარგად ვიცით. ხო, რატომაც არავინ არ საუბრობს მაგაზე. ეს თელი ესე იგი პროცესები, რა პროცესები დაიწყო იმ დროს აფხაზეთის სამაჩაბლო, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული, პროვოცირებული ომი. ეს ცალსახა არის. ეს ამას მე ეს ხმამაღლა შემილია მე ვთქვა, იმიტომ რომ მე პირადად ვარ ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდი და ხელმძღვანელი პირი ვიყავი, მაგრამ ეხლა ბოლოს დავიწყეს შემდგომ უკვე ჩვენ რაღაც გარკვეული მიმართულებებით მუშაობა შესწავლა და ეს მიგიყვანა სწორედ ზუსტად იმ დასკვნამდე რომ ეს ომი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული და პროვოცირებული, რაც ჩვენ და აფხაზებს შორის მოხდა და შემდგომ 2008 წელს დააგვირგვინეს მათმა 2008 წელს დააგვირგვინეს მათმა, იმიტომ გააკეთეს 2008 წელს ეს ყველაფერი და იმიტომ მოხდა 2008 წელს ომის პროვოცირება და ეს twin გახვერტილი ავადმყოფი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ ხო ვიცით რომ უკვე ნელ-ნელად ფებოდა სიტუაციები აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის გზები იხსნებოდა. კი მე მაგის მომსწრევა ვთქვით. იქ ბაზრები გაიხსნა, ქორწილები მიდიოდა, მთელი ეს რიგი პროცედურები მთლიანობაში სიღრმისეულად გადავედით უკვე აქტიურ ფაზაში სახალხო დიპლომატიამ ესე იგი იმუშავა იმ დონეზე რომ დაიწყო გადაძალა და დაიწყო შერიგების პროცესი. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აწყობდა. იმიტომ რომ ისე უკვე უნდა გადაიყვანა დაძაბულობის ჭრილში. ამიტომ იყო რომ სააკაშვილის ხელმისი საშუალებით დაიწყო მოხდეს ომის პროვოცირება. და თუ გახსოვთ თქვენ წინა სანამ 2008 წლის ომი დაიწყებოდა, აგვისტოს ომი, კონდორის არაისო იყო ჩამოსული და კონდორის არაითო მეთქოს მე უთხარი მას რომ არ დაეწყო. კი არ უთხრა. რომ არ დაეწყო ომი, პირიქით უთხრა, მიდი შენ მიშა.
ჩვენ აქა ვართ. სხვათა შორის წამოწდა მიშას მერე რა. ხო, წამოწდა. ხო და აი ყოველთვის ვართ რაღაც ამ გარკვეული ზეწოლების ქვეშ იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ რაღაც გარკვეული ნაბიჯები არ გავდადგათ და არ დავიწყოთ რუსეთთან რაღაც გარკვეული გზების ზებნა როგორ დავიწყოთ ჩვენ სწორედ იმ პრობლემების მოგვარება რომელიც პრობლემებიც არის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხო ეს ზეწოლები და ეს პრობლემები მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს იყო შემაკავებელი და შემაფერხებელი სწორედ დღევანდელი ხელისუფლებასთან მიმართებაში რომ უშლიდა ხო ხედავთ ხო ესე იგი რამხელა იმიდან გამოვძურებით ნელ-ნელა პრობლემებიდან და მით უმეტეს ამან დაგვანახა უკვე ამ ბოლო მოვლენებმა ყველაფერი რომ რა პრობლემებში ყოფილი ვარ ჩვენ და საიდან სად მივექანებოდით ხო და როგორ ფიქრობთ ახლა დღეს ეს ზეწოლები და აი ეს რაღაც გარკვეული წინააღმდეგობები რომლებიც არის შექმნილი მოდი პირდაპირ ღია ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქართულ-რუსულ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიცვლება თუ კვლავ გაგრძელდება ეს ყველაფერი სანამ გიპასუხებდეთ ერთი მომენტი არ მინდა გამეპაროს იმიტომ რომ კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენ აი ეს მიმართულება და მე მინდა მიშა სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ თქვენ. ფაქტიურად ეგ იყო, ფაქტობრივად ეგ იყო მომზადებული კადრი, უკვე დათრეინინგებული და სულ ყველაფერი მაგას ქონდა მიცემული დავალება რა უნდა გაეკეთებინა. დაუგულით ახლა რა ხდება? საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდის შემდეგ 15-ე მოკავშირე რესპუბლიკა მანამდე სანამ დაინგრეოდა ინფრასტრუქტურით იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. აი აქ სასარგებლო წიაღისეული იყო, აქ ქარხანა იყო, იქ ფაბრიკა იყო და ჯაჭვისებურად და ეს მიბული იყო ერთმანეთს. და იყო ერთობა იყო, ეს ერთობა იყო და მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დაიწყო მსხვილი ფაბრიკა ქარხნებიდან დაშლა და გაყიდვა აბსოლუტურად. წარმოიდგინეთ, ყველა აი ეს კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ამაში მონაწილეობდა ну ეხლა უკვე ხაზგასმით გამოჩნდა მე ამერიკის შეერთებული შტატები ბოლოს ისიც კითხვით 6 მილიარდი გვაქვს ჩადებულიო საქართველოში 6 მილიარდი რაში ჩადეს საქართველოში არა რა მაინტერესებს იცი პრობლემები არ ქონდა და შეგვექმნა უფრო პრობლემები აი ამ ხნის განმავლობაში ყველა ფაბრიკა ქარხანა აი ის ინფრასტრუქტურიდან ამოაგდეს იმ ინფრასტრუქტურიდან რაცაც საბჭოთა კავშირი ერქვა იმიტომ რომ мотивация ნახეთ საბჭოთა კავშირი დაინგრა მაგრამ აქ ხელმძღვანელობა ვინც იჯდა იმის შენარჩუნებაზე კი არ იყო რა და სხვათა შორის ამას ეს ეხება ზვიად გამსახურდიასაც კი იმიტომ რომ შევარდნაძეს ხო ეხება და ეხება საერთოდ რა იმიტომ რომ პირველი ვინც განაცხადა ეს საერთოდ პრივატიზება უნდა მომხდარიყო ყველაფრის რა ზვიად გამსახურდია როდესაც მიისა საბჭოსთან ესე იგი ანგარიშაბარებ და მაშინ მან თქვა ეხლა მე ის კარგი ქართველი იყო თუ ცუდი ქართველი იყო ცუდი პრეზიდენტი იყო ეს ერმა კარგად იცის და რომ დარწმუნდა იმაში რომ ეს გაწირეს, ესე იგი წინააღმდეგობა გაუწიეს და მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა რომ ეს აღმაბიდეს რა. დინების საწინააღმდეგო და მოაცილეს ფაქტიურად, იმიტომ რომ აღარ ჭირდებოდა და აღარ უნდოდა და ნათელში იყოს ძალიან მტკივნეულად წავიდა ამ ქვეყნიდან რა. და არც ვიცით ნორმალურად სად მოკლეს ეგ მუბედური, ეგ საწოდავი რა. ხო და აი ეს ყველაფერი მიზან მიმართულად ეს დარწმუნებულია რომ ეს გეგმის ნაწილი იყო იმიტომ რომ თან მე თუ კი რომელიმე რაიონში ან რომელიმე ქალაქში ფაბრიკა ქარხანა აღარ იარსებებდა დარჩებოდა ადამიანები უმუშევარი მათ შეექმნებოდათ კიდე ცალკეული პრობლემები და ეს პრობლემების ვითომ მოგვარების ამბავში იყო ჩართული გარედან ვითომ პრობლემებს აგვარებდნენ პრობლემას როგორ აგვარებდნენ პრობლემა ერთი რო ჩნდებოდა იქ კი არ აგვარებდნენ 10 პრობლემა მოყვებოდა შემდეგ მას რა ესე იგი ხელს უწყობდნენ ამ პრობლემების გამრავლებას და აქედან დაიწყო მე გასვლა გადინება საქართველოსთან რომ აი ევროპაში უნდა წავიდეს სამუშაოდ და აი ესეთი დაიწყო ხალხმა თითქოს ესე იგი და აი ეგედან არავინ არ ლაპარაკობს და ყველა ახოცავს დღევანდელ ხელისუფლებას ხელს რომ აი ამათი ბრალია და ყველაფერი მოbrunდა და აგერ კიდეც დამტკიცდა რა ის ტყუილი რომელიც აი
ზამთრის პერიოდში ეხლა ეს მთელი ერთი კვირა რომელიც დიდოულობა არის დასავლეთ საქართველოს ყველა არის ხელებ დაკაპიზებული და შრომობს ეს როგორ უნდა დაუკარგო და მთელი ეს ტელევიზიები გამოდიან ესენი ვისაც შენარჩუნებული აქვს აი ეს მეხუთე კოლონის იდეოლოგია და ყველა ამბობს რომ იქ არაფერი არ გაკეთა იქ ეს მოკვდა აქ ესე იგი ტრაქტორი არ მივიდა ესე კნოპკას რო დააჭერ ხელს და უცებ ამოვა რაკეტა ესე სად არის ჯერ უნდა მობილიზება ჯერ უნდა მოითათბირო მერე ინფრასტრუქტურა ისე არის დასავლეთ საქართველოს რელიეფი არის რთული ძალიან რთული რელიეფი მერე აი ეს ტექნიკა როგორ უნდა შეიყვანოს საწვავი გინდა იქ ადგილობრივი კადრები გინდა ამას დრო უნდა ეს დრო აი დროის ვარიანტში ესენი არ იციან აი არ გააკეთეს ესა ეხლა რა არის ბატონ დრესთან შეხება ოპერატიულად იმოქმედებს 3 დღეში რა თქმა უნდა და ეს საქართველოს ჯერ პატარა ქვეყანა არის ყველანაირი პრობლემები უცებ აისახება ეხლა შეხედეთ პურის ფასი ძვირდება ესე იგი ღმერთმა არქნას რომ რუსეთიდან დაიკეტოს საერთოდ ხობლის შემოტანა რა და ის გაზი და ის საწვავი რომელსაც აზერბაიჯანის სოკარის მეშვეობით ჩვენ ვღებულობთ ღმერთმა არქნას რუსეთმა დაკეტოს სად მივდივართ საერთოდ დავრჩებით ესე იგი მშიერ მწყურვალი დავრჩებით რა და ესე იგი პირდაპირ პრემიერმაც ბატონმა ივანიშვილმაც პრეზიდენტმაც პარლამენტის თავმჯდომარემაც აი მე არ დაუკარგავ ყოფილ პრემიერს ჩვენსას ირაკლი ღარიბაშვილს რომ პირდაპირ ღია თქვა მსოფლიოს გასაგონა ჩვენ არ ჩავერთვებით აი ამ დაპირისპირებაში ეხლა წარმოიდგინეთ ძალიან წყინს ნამდვილად რომ ერქვა ამ ქალბატონს საქართველოს პრეზიდენტი რომელიც ამას ყველაფერს ეხლა ფაქტიურად რა შვება საზიზღრობას აკეთებს ეს დედაბერი ნუ არ მინდა ეხლა ეს რაიმე უწმაწური წამოვთეს მაგრამ ქართველებს აქვთ ეგეთი რაღაცა ეს დედაბერი რა მართლა ეს კუდიანი დედაბერი რას აკეთებს რა სიბერეს დაიმახინჯა ხო თან მერე აი ეს რასაც უყურებ ამ ახალგაზრდობა როგორ მოაქციეს ოკუპირება გაუკეთეს ტვინს ესე იგი და უხდიან ამ ფულს და აი გართობის სახით რაღაცებს თავაზობენ და ამათაც კიდე ახალგაზრდას სადაა გამოცდილება რა გადაცდომა მეტი აქვს ამ შემთხვევაში როცა უბიძგებ მას და ფულსაც აძლევენ და ამ ახალგაზრდას რა უნდა მიედიან და ესე მღერი ვითო მღერია და რას აკეთებენ საშინელებას აკეთებენ ესე იგი ისეთი უსახო პირით იგინებიან ესე იგი აი არ ვიცი რა მე ნორმალური ადამიანი ნორმალური ქართველი მაგას ვერ აიტანს და მე რა იქნება ბატონ ტრისთან იცი აი მამაპაპური მუშტი მოხდებათ და იტყვიათ აი ადამიანის უფლებები დაირღვა ნახეთ ეს უნდა დაიჭიროთ და რამდენი ბიჭი დაიჭირეს რამდენი გოგო დაიჭირეს და შეხედეთ რა გააკეთეს ის ადამიანები რომლებიც იცავდნენ მართლმადიდებლობას და ჯვარს სინდისის ბიჭები ხო დაიჭირეს რა და ალტიფოს ბიჭები ხო დაიჭირეს ეს გადაფარეს და თავიანთ პროექტად მიიწვის რითომ სინდისის პატიმრები ყავთ თვითონ წარმოგიდგენია და ამბობენ რომ სინდისის პატიმრები ყავს რა სინდისის პატიმრა ამორალურ კლიმატში სახელმწიფოს წინააღმდეგ ერისა და ბერის წინააღმდეგ მოქმედებს ახალგაზრდა ძველგაზრდა კაცის ქალის და აი ეს არის ესე იგი სინდისის პატიმარი ესენი კიდევ მობიერები არიან აი ეს თავრობა თორე ესენი უნდა გადატენოთ ციხეები უნდა გადატენო იმით რა ბატონო თემურ ეხლა თქვენ ახსენეთ ის ხორბალი და აი ეს ესეთი მოვლენები როდესაც ვითარდება რა აი ვერ ხდება კონსენსუსი აი სახელმწიფოსა და ხალხს შორის იმიტომ რომ ყოველთვის აი როცა ჭირდება სახელმწიფოს მიდის მაშინ ხალხთან ხალხი კიდევ უკვე ისი არის დათრგუნული და ვეღარ გაუთვითცნობიერებია რა გააკეთოს აი ეს ანუ თქვენ ამბობთ იმას რომ მე დღეს რო ახლა საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს გარკვეული პირდაპირ დიალოგი რუსეთთან ამას ხალხი სხვანაირად გაიგებს და სხვანაირად ნუ მართალი გითხრათ არ არის მომზადებული რა ხალხი ამას მაგრამ ამას უნდა წინასწარ ჩასატარებელი მუშაობა აგიტაცია უნდა ტელევიზია რა თქმა ნუ ახლა ყველა არა მაგრამ
ამათ მეტი რა უნდა. იყვირებენ, იკივლებენ აქეთ და აი ჩასაფრებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომიტეტი. სადაც ამათ აქვს ყველაზე ბილდერბერგის კლუბი, პარიზის ჯგუფი, ვატიკანი და ასე შემდეგ რა. სადაც ესე იგი ამათ დალაგებული აქვს პოლიტიკური ისა ურთიერთობები რა და ყავთ თავიანთი ლობები. გასაგებია ბატონო თემური, კარგი არის რომ ახლა მაგას ჩვენ ვხედავთ და ჩვენ ფაქტიურად ღიად ჩანს უკვე ეს ყველაფერი, რადგან ჩვენ გვანახა არაერთმა კანონმა, რომელიც კანონით მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, თუნდაც ის აგენტურასთან დაკავშირებით 10 პუნქტიანია რა, გავეცანი ყველა პუნქტს. აგენტურასთან დაკავშირებით, შემდგომ მიიღო ეს LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომ აგერ ეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჩვენ დავინახეთ მასა საზოგადოება, ხალხი, მაგრამ ეს საზოგადოება არ არის, ეს ხალხი არ იყო, ეს იყო დატრეინინგებული, წინასწარ ესე იგი რომ იტყვი მომზადებული და დაფინანსებული ხელფასიანი არასამთავრობო ორგანიზაციები. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ნახეთ აი ეს რაოდენობა, რომელი რაოდენობას გამოდიოდა სწორედ აი ამ მოკლე პერიოდში. და უპირისპირდებოდა ხელისუფლებას და იყო მცდელობა ხელისუფლების დამხობის, ხო? არაერთხელ, ხო? ამას გაუძლო ხელისუფლებამ. გაუძლო. და მართა შეინარჩუნა მშვიდობა. მართა ეს პროცესები შეინარჩუნა მშვიდობა. ეხლა ნახეთ ჩვენ ხედავთ რომ რაღაც გარკვეული მესიჯები რუსეთის მხრიდან მოდის პოზიტიური დადებითი და ამას აკეთებს პირველი პირით, ამას აკეთებს მეორე პირით, ამას აკეთებს თვითონ ექსპერტებიც, რუსი ექსპერტებიც და ანუ ესე იგი რა ხდება ისი რომ საქართველოსთან მიმართებაში აღარ არიან ისეთი დამოკიდებულებით როგორიც დაუშვათ იყო მიშას დროს, ხო? და რაღაც გარკვეული ყინულის ლღობა დაიწყო. ამბობენ კიდევ. ყინულის ლღობა დაიწყო. ამას ხელი შეუწყო და მე ახლა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არაერთი პროვოკაცია მოგვიწვევს ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში, რომ იქ ქართული დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს და ამას საქართველოს წარმოადგენენ და ეს საქართველოს პოზიცია ასეთი იყო, მაგრამ აქ ჩვენ ექსპერტებმა ვიმუშავეთ ეს ყველაფერი ნათლად ჩვენ გავხსენით, რომ ეს არ არის საქართველოს პოზიცია და ეს არის ის დაჯგუფებები, რომელი დაჯგუფებები სააკაშვილმა თავის დროზე ჩაიყვანა უკრაინაში. ამავდროულად ჩვენ ვიხილეთ კურსკში ქართული დროშები აფრიალებული და თითქოს და ეს საქართველოს პოზიცია იყო, მაგრამ ნახეთ ახლა სხვათა შორის მე ხაზგასმენდა აღნიშნო და თქვა რომ არის ესეთი პიროვნება და თქვენ წინა გადაცემაში ახსენეთ მამუკა ფიფია, რომელმაც სწორედ ის კურსკის პროვოკაცია უპასუხა როგორ უპასუხა, იცი? უპასუხა კაცურად და ქართულად რა. კაცურად და ქართულად, რომ ჩავიდა ეს ადამიანი და ის თავისი კაცური და ქართული ნაბიჯი გადადგა და ჰუმანიტარული ტუტი ჩაიტარა. ძალიან დიდი რაოდენობით, თან ორჯერ. ხო, ესე იგი, რას ხედავთ, იცი? იმაზე მეც აკეთებს ეს ადამიანი, ვიდრე დაუშვათ უნდა გააკეთებდეს სხვა დანარჩენი აი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხო? ხო, მაგრამ ამ ადამიანსაც აქვს მე მგონი რაღაც გარკვეული პრობლემები, როდესაც ასეთ გავს ნაბიჯებს გავს და გარკვეული მასში ვარდება რა, რომ იტყვი წნეხში და ხელისშემშელი პირობები, რომ შესაბამისად შემდგომ კიდევ გარკვეული რაღაც ისეთი ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც პოზიტიურად იმოქმედებს სწორედ ამ ურთიერთობებზე. და მთლიანობაში ეს კომპლექსური ის არის შეტევა, ისე უგრძელდება კომპლექსური შეტევა, როგორც ასეთი ინდივიდუალური პირებთან მიმართებაში რომელსაც აქვს თავისი სულიდან ნება, რომ საქართველოს სახელით დაეხმაროს, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს და ამავდროულად ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, ვისაც აქვს სურვილი, რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაედგეს და ჩავდგეთ იმ პოლიტიკურ ჭრილში, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავიწყებთ სწორ და ნამდვილ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩვენ მეზობელთან. მე მიგიხვდით ბატონო ტრისტან, თქვენ ძალიან კარგ მესიჯებს ვაგზავნით ჩემს მიმართ, როგორც მე თქვენი რესპონდენტი ახლა რა. მე მიგიხვდით თქვენ და ზუსტად მინდა აი რამოდენიმე წუთი ვისაუბრო რა. კი ბატონო, ბრძანეთ ვახტრო. თავშიდაც გაუსვით თქვენ ხაზი სამაჩაბლოსა და ანუ სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და აფხაზეთს. აი ეგ სამხრეთ ოსეთის რეგიონი და აფხაზეთის რეგიონის გასაღები და მისი დაბრუნების არის თბილისში და მოსკოვში. აი ზუსტად აი ეს ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ მამუკა ფიფია, ეგ არის ერთ-ერთი პარტია არის სოლიდარობა მშვიდობისთვის
კარგი თავმჯდომარეც ყავს მაგ პარტიას, მიხეილ ჟღენტი, გენერალური მდივანის თემურ პიპიაც, ძალიან კარგი ბიჭები და ვიცნობ ეხლა არის ისეთი საკითხები, სადაც ჩვენ წინააღმდეგობას უწევთ ერთმანეთს, მაგრამ კი არ ჩხუბობთ და კი არ ვაგინებთ, ამ ესენი რო ვაგინებენ ერთმანეთს. ნუ ყალიბდებით და რაღაცაზე ვზივართ. ჯანმრთელი ის არის რა. ჯანმრთელი, რა თქმა უნდა. ჯანმრთელი პოლიტიკური ცხოვრება. თან რა არის? ქართველობას უჭირს ერთი რამ. თუ კი შეცდომა დაუშვი, ის უნდა აღიარო, როდესაც მოლაპარაკებაში ხარ, ის უნდა აღიარო რა, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე ჩვენი გასაკეთებელია ის და მე რა არის შეუძლებელი ერთი უფალი იყო, მადლობა უფალს რომ ჩვენ ვარსევთ რა მაგისთვის და უნდა აღიარო ქართველებს რას ლაპარაკო, მე რო ვთქვი ის არის მართალი, არა. არასოდეს არ მახსოვს აი ვინც დავასახელეთ ეს იმ ხალხს, აი ამ ბიჭებს, მათ გვერდით უდგა ძალიან კარგი ადამიანები, ვერამ ჭიქაშვილი და რა ვიცი, მოსკოვშიდაც და რუსეთის ტერიტორია იქ სათვისტომოები მუშაობენ და ნუ ეს ამ ადამიანმა გადადგა ეს ნაბიჯი ამ პარტიის საგარეო მდივანი არის რა და მამუკა ფიფია კი ღმერთმა ხელი მოუმართოს და თავისი ბიზნესი ის არ უყურებს იმას რომ მე ეხლა მომიწონებენ ამას თუ ის ნაბიჯს დგავს იმისათვის რომ ხვალინდელი დღე უნდა რომ იმას წინ წაიგდოს რომ ეს ურთიერთობები ნელა-ნელა უფრო გაამყაროს იმიტომ წავიდა კურსკში აბა ეხლა ზოგი იტყო და მე იქ რა მინდა ომია და იქ შეიძლება ერთი ბრუციანი ტყვია მომხდარ არასოდეს არც წარმიც არ შეუხრია და თავის საქართველოს სახელით რა თქმა უნდა საქართველოს პარტიის სახელით ხალხის სახელით და წარმოვიდგინეთ ეხლა ერთი რაღაცა როდესაც ესენი ლაპარაკობენ რუსეთი ოკუპანტია ხო კი ბატონო რამდენჯერ ძალიან ხშირად ხო გესმით ხოლმე რუსეთი დაახლოებით 1 მილიონი ქართველი ხო ცხოვრობს კი ოკუპანტია ის ქართველები იმათ ხო რუსული ჩაწერა აქვს, რუსული პასპორტი აქვს. კი ბატონო. ოკუპანტია ის ქართველი? ეს არ არის ის. ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ დაპირისპირების ალბათობა მოიმატოს რა. და აბსოლუტურად წაიშალოს ყველაფერი ის ურთიერთობა რაც კიდევ გვაქვს ჩვენ რა. მაგრამ ესენი ვერ ეღისებიან ბატონო ტრისთან ამას. ყველაზე მთავარი არის რომ ხალხი ნელ-ნელა გამოერკვა. ეხლა თვითონ მთავრობა დგამს კარგ ნაბიჯებს და კარგ მესიჯებს. ეხლა ნამეტანი ქვა რა აგდო და არ შეუშვირა. თავი იქ განცხადებები გაკეთდა ქართულ ოცნებაში რომ აი იმ ფორმატს უყურებენ. ეხლა სწავლობენ. ეხლა ჭკვიანი ხალხიც არის. ნუ ეხლა იქ ვიღაცები არის რომ ენა უსწრებს წინ და რაღაც განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ არაფერია. მაგ დაიწმინდება, მაინც დაიფილტრება რა. აი ესეთი მოცემულობა გვაქვს. ხალხიც უნდა გავააქტიურდეთ, ვისაც გათვითცნობიერებული გვაქვს, ურთიერთობები ერთმანეთში უნდა დავალაგოთ, გაერთიანება არის საჭირო და რა თქმა უნდა ამის მიტანა არის მთავრობამდე და უნდა თუ არ გააკეთებს, უნდა ვაიძულოთ კიდევაც, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი საქართველოსათვის. გეთანხმებით ბატონო თემურ, ეხლა რაც შეეხება ნახეთ, ანუ ესე იგი ჩვენ მივედით ზუსტად იქ, სადაც ტრამპი რასაც ტრამპი აკეთებს თავის ქვეყანასა მიმართებაში. ანუ ტრამპმა გადადგა სწორი ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან იწყებს ის პირდაპირ დიალოგს, რომ თავის ქვეყანა გაძლიერდეს რა კუთხით? იმ კუთხით, რომ რუსეთს აქვს უზარმაზარი რესურსები, რომელი რესურსები სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირდაპირ ამბობს, რომ მე ეს რომელიც რუსეთს აქვს, მე ეს მჭირდება, ხო? გამოვიდა პუტინი და რა თქვა პუტინმა, ნახეთ, მე კაცო, იარაღით საუბარი არავისთან არ მინდაო. და არც არავის შესაუბრები იარაღითო. კი ბატონო, მობრძანითო. შემოიტანეთ თქვენი ინვესტიციებიო, პირდაპირ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. და მუშაობს, სხვათა შორის რუსული მხარე. შემოიტანეთო, მე მოხარული ვიქნები, რომ ჩვენო რაღაც გარკვეული ეს ეკონომიკური კუთხითო გავაძლიერებთ თანამშრომლობასო, ბიჭო. ეს ორი დიდი ზესახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთს თავაზობენ ეკონომიკური კუთხით რაღაც გარკვეულ გაძლიერებასა და ურთიერთ იმას ეკონომიკურ სიმას დამყარებას, კავშირის დამყარებას, ხო? ჩვენც ხო რაღაცა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, აი კიდევაც გამეორდები, ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დასალაგებელია და პოლიტიკური. ეს ისე არის შერწყმული ერთად, რომელიც აძლევს სახელმწიფოს სუვერენიტეტს.
ხო და ამიტომ ახლა ეს ასე რაღაც სტილში დგომით ჩვენ ახლა გასაგები არის ამ ბოლო დროს თვითონ ქართული ოცნება და თვითონ ბიძინა ივანიშვილმა ისეთი მიმართულება აერჩია და ისეთი კურსით წაიყვანა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება რომ სწორი მიმართულება იყო რადგან ის რაც ჩვენ გავიარეთ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო ეს დღეს ნათლად დავინახეთ, უკვე თურმე მართალი ყოფილი. კი ბატონო, აბსოლუტურად ყოფილი ეს ამ ქვეყნისთვის რა ნაბიჯების ბიძინა ივანიშვილმა გადადგა და რა ნაბიჯების საფუძველზე ეს ქვეყანა გამოიყვანა სწორედ იმ საშინელებებიდან, რომელიც საშინელება ჩვენ გველოდებოდა. ანუ განადგურება გველოდებოდა, ხო? მაგრამ ამ ადამიანმა ეს წინასწარ ნახეთ ახლა ნუ ასეც არის, კაიგე, როდესაც შენ ადამიანი ხარ ქვეყნის სათავეში და მართავ ქვეყანას და მით უმეტეს ახლა ასეთი კატეგორიის ადამიანები, როგორც ივანიშვილი არის, ტრამპი არის და ნუ ბიზნესმენები ისინი ძლიერი მოთამაშეები არიან, ძლიერი მოთამაშეები არიან. მილიარდერთან როცა გაქვს საქმე, ხო, ამ ძლიერი მოთამაშე უნდა იყოს, ხო? და ეგ შახმატისებურად და მისი მართვა უნდა შეგეძლოს. მართვა უნდა შეგეძლოს, ხო, მაგრამ ამ ადამიანს წინასწარ გააკეთა ყველაფერი, წინასწარ ეს წინასწარ მეტყველება კი არ არის. პოლიტიკური ნაბიჯები გადაედგა ესეთი, რომ ჩვენ დღეს დაგვანახა სწორედ მისმა მოქმედებამ, რომ ერთი პატარა შეცდომათა საქართველოს სად მივიდოდა და სად გადაეჩეხებოდა, ხო? ამას გაუძლო. ამას ყველაფერს ამის სწორი მიმართულება მან გააკეთა. ერთადერთი რაც არის და რაც უნდა გააკეთოს მან, ახლა სწორად და ძალიან გათვლილად და ძალიან ესე იგი რომ ვიტყვი პრაგმატულად ამასის არ შეეშლება არც ივანიშვილს და არც მის გარემოცვას მე მხედველობაში ვყავს ის ვიწრო გარემოცვა, სადაც ესე იგი ის ერთპიროვნულად არ წყვიტავს არათუ მარტო შიდა პოლიტიკურ საკითხებს, არამედ გარე პოლიტიკური საკითხებს, რომელიც ჩვენ სამეზობლოში ტრიალებს, რომ როგორმე უკვე დასაწყებია ეს პროცესი, რომ ჩვენ რუსეთთან მიმართებაში, რომელი გასაღების თქვენ ახსენეთ, იმ გასაღების და წდომა შეგვეძლოს უკვე და ამ გასაღების საფუძველზე დავიწყოთ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან საკითხებზე გარკვეული დიალოგი. ამავდროულად ჩვენ აღარ უნდა მივიღოთ ენერგორესურსები, საწვავი იქნება თუ რაც იქნება შემოვლითი გზებით, სოკარის მეშვეობით. პირდაპირი რომელიც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს. ხო, ესეც ეგ არის უკვე ეკონომიკურ თამშრომლობასთან ორ სახელმწიფო შორის. ეს ერთმანეთია მიბული ყველაფერი. ეს ერთმანეთია მიბული. ანუ ქართულმა ოცნებამ დღეს უნდა დაიწყოს უკვე. აუცილებლად. და მომწიფთ ამის რომ დაიწყოს უკვე საუბარი და გარკვეული რაღაც ნაბიჯები გადაედგას იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომ აი ამ ნაბიჯების გადადგმის საფუძველზე მოხდეს ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა. და კიდევ ბატონ ტრისთან ერთს დავამატებ, რომელიც არ გამოგჩეს. კადრების შერჩევა უნდა დაიწყოს ნამდვილად და გადარჩევა უნდა დაიწყოს და ნამდვილად პროფესიონალი და პატრიოტული ხალხი ძალები უნდა მიიყვანოს რა. თორე სხვანაირად არ გამოვა. ვარიანტი გამორიცხულია რა. თან თუ ამას რაც არ უნდა გააკეთო, თუ იმას სიკეთე და დისციპლინა, ანუ წესრიგი არ მიყვა, არ არსებობს ვარიანტი რაიმე შედგეს. კანონზე დგას რა თქმა უნდა, აი ახლა ცვლილებები თუ რომ საჭირო იყოს, არა, კონსტიტუციაში უნდა დაждენა მიიღოს ცვლილებები და უნდა აუცილებლად რა. ეხლა დრო აღარ არის, დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, იმიტომ რომ ესენი დაუკვირდით როგორ მუშაობენ. მთელი ეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომელიც მუშაობს ჩვენ საწინააღმდეგოდ ევროპიდან და რომელიც პირდაპირ ესე იგი საქართველოს გაღლეტაზე არის რა და მარტო ტყავებენ საქართველოს ხოლმე და მხოლოდ კაის არაფერს არ გვიქადის, მაგრამ ის მომენტი რომელიც ეხლა ჩვენ გვიკავია რა და ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც სამზადისი აქვს ორივე შეხვედრისათვის, ჩვენ შეიძლება იმათთან ერთად ვერ დავჯეთ მოლაპარაკებაში, მაგრამ როგორც სახელმწიფოს უნდა დაელაპარაკოს და ინტერესები უნდა, აი, რო ვიტყვიან, თანაბრად უნდა გაიყოს. იმას აქვს თავისი ინტერესი, მე ვარ საქართველოს სუვერენული ქვეყანა, მე მაქვს ჩემი ინტერესი. ანუ არ უნდა დავიჩაგროთ. არა, ვარიანტი არ არის. ეხლა დაჩაგვრა და უკან დახევა არის ჩვენი სიკვდილი.
ძალიან საინტერესო იყო ბატონო თემო თქვენთან საუბარი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი დრო ამოიწურა. სულ ბოდიში 1 წუთს თუ მომცემთ, მადლობა. ძალიან. მე მიმართავ საქართველოში მაცხოვრებელ საქართველოში და საქართველოს გარეთ მაცხოვრებელ ყველა ადამიანს, რომელსაც კავშირი აქვს ჩვენთან და უნდა სიკეთე მოიტანოს. გადახედეთ ყველამ თქვენ გარემოცვას. არის ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ურთიერთობას ხელს უშლიან. და ის ადამიანებს თავპირი კი არ დაამტვრიოთ ადამიანებო რა შემოაბრუნეთ ცოტა ქართული მენტალურად ან აუხსენით თუ ბოლოს და ბოლოს ახლა დედის გინებაზე გადავა მაშინ კი ბატონო რაც გინდათ ის გააკეთეთ აი ეს მინდა გადახედეთ ყველამ თქვენ გარემოცვას იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს ბევრი ხალხი დასაკარგავი რა თითო ორ ადამიანებით უნდა შევაკოციტოთ ეს ქვეყანა და მოვიყვანოთ და გავიყვანოთ სოფლიო თანამეგობრობაში. სხვა გამოსავალი ჩვენ არ. მაგრამ ახლა ამათთან ჩვენ ძალიან მე ისა ამათ კანონი გაცემს ბატონო ტრისა. ამათ კანონი გაცემს პასუხი. ამათთან უნდა აღვან პასუხი იმ დანაშაულებებზე და დანაშაულებებს თუმცა ჩაიდეს სახელმწიფო წინააღმდეგ. კანონი გაცემს შესაბამის პასუხს. მადლობთ რომ გვიყურებთ. კარგად მოგდეთ. მომავალ შეხვედრამდე მადლობთ ბატონო თემო მობრძანებისათვის. დიდი მადლობა თქვენ.